ინფრასტრუქტურული სამუშაოები ლაგოდეხში, სოფელ ნინიგორში ახალი გზა კეთდება. 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება, მოწესრიგდება სანიაღვრე არხები, მოეწყობა ლითონის სხაურები და საკარმიდამო მონაკვეთებში შესასვლელები. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ახლად რეაბილიტირებული გზის სავალი ნაწილი დაიხაზება. სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. Დღევანდელი პროექტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტს, რაც თავის თავში გულისხმობს თანაბარ განვითარებას საქალაქო და სასოფლო დასახლების. ამ წუთას ჩვენ ვიმყოფებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნინიგორში, სადაც ერთ-ერთ უბანში ეწყობა 9 კილომეტრიანი გზა. შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები კახეთის რეგიონში და ძირითადი ყურადღება გამახვილებული იქნება პირველ რიგში საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. სოფელ ნინიგორში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება თითქმის 250.000 შეადგენს. პარალელურად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა ლოკაციებზე, სხვადასხვა სოფლებში მიმდინარეობს ასეთი ტიპის სამუშაოები და 2026 წელს მუნიციპალიტეტს აქვს მასშტაბური გეგმები დაახლოებით 14 მილიონი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. წლების მანძილზე ასფალტი არ გქონდა, იყო გუბეები, იყო ტალახი. ძალიან გვიჭირდა მოძრაობა, გადაადგილება, ბავშვების გადაყვანა სკოლაში. მოხუცები ვერ დადიოდნენ ვერსად და ძალიან რთული იყო გადაადგილება. იყო ტალახი ძალიან დიდი და ეხლა იგება გზა ძალიან კმაყოფილება.